ოდესმე დაფიქრებულ ხარ, რატომ არის ჯაქსი კურდღელი? რატომ გავს მისი ოთახი პატარა გოგოს ოთახს? ან რატომ არის ის ყველაზე ძალადობრივი პერსონაჟი? მოემზადეთ, რადგან ამ ვიდეოში განვიხილავთ ყველაზე შემაშფოთებელ თეორიას, რომელიც ჯაქსის მიმართ სიძულვილს გაგიჩენთ. ვიცით, რომ ჯაქსი კურდღელია, მაგრამ მისი დიზაინი მხოლოდ იმიტომ არ არის ასეთი, რომ მაგარი ან ლამაზი გამოჩნდეს. და თუ მკითხავთ, ეს დიზაინი ცოტა წინააღმდეგობრივადაც კი გამოიყურება. ვიცით, რომ ჯაქსი საერთოდ არ არის საყვარელი. ის ყველას აწვალებს და ზოგჯერ ურტყამს კიდეც. კარგი მეგობრებო, ეხლა მოდის საინტერესო ნაწილი. თუ ცოტა დავფიქრდებით, კურდღლები ცხოველები არიან, რომლებიც სულ გარბიან. ისინი საკმაოდ მშიშრები არიან. და თუ ამას ჯაქსის წასულს დაუკავშირებთ, ჩანს, რომ ის უბრალოდ გარბის რაღაცისგან, რაც წასულში ჩაიდინა და ახლა აწუხებს. მაშ, რისგან გარბის ჯაქსი? პასუხი, როგორც ჩანს, საკმაოდ შემაშფოთებელია. და ყველა მინიშნება მის ოთახში უპოულობთ. როცა პირველად ხედავთ მას, ოთახი სავსეა ცისარტყელებითა და კაშკაშაფერებით. და საინტერესო პასუხი, რომელიც ოთახის დიზაინის შესახებ შემქმნელმა მოგცა, არის ის, რომ ცისარტყელა ნიშნავს, რომ ჯაქსი ადრე კარგი ადამიანი იყო, სანამ რამე ტრაუმულმა აშეცვალა იგი. ეს ძალიან უცნაურია, როცა ვიცით, როგორი ფსიქოპათია ჯაქსი. და კიდევ ერთი საინტერესო რამ, ამ იისფერი კურდღლის შესახებ არის ის, რომ ის საკმაოდ გაუცხოებულია, როცა რაღაცა მის წინაშე თავის მოძალადე დედაზე ლაპარაკობს. ალბათ ეს მას ცუდ მოგონებებს უჩენს. იქნებ იმიტომ, რომ მასაც მსგავსი რამ გადაუტანია. გარდა ამისა, რაღაც, რაც ბერს ალბათ საკმაოდ სასაცილოდ მოეჩვენა, არის ის, რომ ჯაქსი ძალიან ნერვიულობს და ხელავს, როცა სიმინდს ახსენებენ. მაგრამ მოდი არ ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ხუმრობაა. უფრო მგონია, რომ ეს შიშით შეიძლება იმ ტრაუმიდან მოდიოდეს, რაც მის წარსულში მოხდა. ამიტომ თუ დაუკავშირებთ მის ოთახს იისფერი კურდღლის დიზაინს და ამ საინტერესო დეტალებს ჯაქსის შესახებ, ყველაფერი მიუთითებს ერთ დამალულ სიმართლეზე, რომელიც ბავშვს შეემთხვა. და ეს რაღაცები შეიძლება დაკავშირებული იყოს საშინელ ტრაუმასთან, რომელიც ციფრულ ცირკამდე მოხდა. და ამ საკმაოდ ფერადი და ბავშვური ელემენტებით ჩანს, რომ ისინი ამ პატარა ბავშვს ეხება. ალბათ, რაც არ უნდა მომხდარიყო ამ ბავშვთან, ჯაქსს არ ეყო გამბედაობა ამისთვის თვალის გასწორება და გადაწყვიტა გაქცეულიყო და დამალულიყო სიმინდის ხანაში. მაგრამ რა გააკეთა ჯაქსმა, რომ ასე გაქცევა გადაწყვიტა? რა უქნა ჯაქსმა ამ პატარას? ალბათ უკვე იცით პასუხი, იმის მიხედვით, რაც მეშვიდე ეპიზოდმა გვაჩვენა. ხოლო პანიკის შეტევის დროს, რაც ჯაქსს დაემართა, რეალური სამყაროდან რამდენიმე მოგონებას ვხედავთ. თუ ზუსტად იმ მომენტში შევაჩერებთ, შეგვიძლია ვიპოვოთ დეტალები, რომლებიც საკმაოდ ბევრ ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ, რაც ჯაქსმა ჩაიდინა. პირველი ფლეშბექი გვაჩვენებს ვიღაცას, ვინც ღამით უბანში მანქანას მართავს. ასევე ვხედავთ, რომ გზის ერთ მხარეს სიჩქარის შეზღუდვის ნიშანია. ეს ნიშანი დგას სხვა ნიშთან ერთად, რომელზეც წერია: ბავშვები თამაშობენ. შემდეგ ფლეშბექში შეგვიძლია დავინახოთ კაშკაშა სინათლე მანძილზე. ჩანს, რომ ეს მანქანის ფარები უნდა იყოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თეორია გვეუბნება, რომ ალბათ ჯაქსი ძალიან სწრაფად მართავდა მანქანას და ვიღაცას გადაუარა. ალბათ ბავშვს. ეს იმ ნიშნის გათვალისწინებით, რომელიც ერთ-ერთმა მოგონება მოგცა, და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისი ოთახი პატარა გოგონას ოთახს გავს და მისი დიზაინი რბილ სათამაშოს წააგავს, ყველაფერი უფრო მეტ აზრს იძენს. ანუ ჯაქსმა პატარა გოგონა გაიტანა და მთელი ეს ცირკი იქაა, რომ ეს გაახსენოს. ყველაფერი სწორედ ამას მიუთითებს, მეგობრებო. იმიტომ, რომ ჯაქსს თუ ვიცნობთ, ალბათ პანიკაში ჩავარდა, როცა დაინახა, რომ პატარა გოგონა გაიტანა და იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდა, უბრალოდ წავიდა და ეს ბავშვი მიატოვა. ალბათ ეს არის მოგონება, რომელიც ყველაზე მეტად ტანჯავს. სწორედ ამიტომ, როცა ცირკში შევიდა, ის იასამნისფერი კურდღლის სახით გამოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ იმ გოგონას, როცა ჯაქსმა გაიტანა, მსგავსი რბილი სათამაშო ჰქონდა. და ეს იასამნისფერი კურდღლის რბილი სათამაშო იყო, ბოლო რამ, რაც ჯაქსმა იმ პატარა გოგონაზე შეამჩნია. ამიტომ ახლა აზრი აქვს, რატომ არის მისი ოთახი სავსე ცისარტყელებით და ძალიან ლამაზი ფერებით. გარდა ამისა, თუ ახლოდან დავაკვირდებით სხვა პერსონაჟების ოთახებს, ყველა ისეა დაპროექტებული, რომ ჯაქსი აწამონ. ზუბლის ოთახი სავსეა სარკეებით და მას უწევს მუდმივად საკუთარი თავის ხურება და სხეულეულის დისმორფიასთან გამკლავება.
ამიტომ ჯაკს მოუწევს გაუმკლავდეს ყველა ამ პატარა გოგოს ნივთს, რომლებიც ახსენებს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას. მაგრამ ეს აქ არ მთავრდება. არსებობს კიდევ ერთი გზა, როგორ შეხედო ამ ყველაფერს, რომელიც, როცა კარგად დაფიქრდები, კიდევ უფრო საშინელი ხდება. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ჯაქსი გაიქცა მომხდარის შემდეგ, არამედ იმაშიც, რომ შეჯახების შემდეგ კიდევ ერთი ავარია მოხდა. რაღაც ისეთი ძლიერი, რომ მისი სხეული რეალურ სამყაროში სრულიად გამოუსადეგარი დატოვა. ეს უკვე კოშმარული ტრაგედიაა, რადგან ასეთ შემთხვევაში ცირკი მხოლოდ ემოციური თავშესაფარი არ იქნებოდა, არამედ პირდაპირ ერთადერთი რამ, რაც მას შეგნებულ მდგომარეობაში ამყოფებს. მეშვიდე ეპიზოდში უკვე მოგცეს მნიშვნელოვანი მინიშნება C-ს და A-ს კაფსულებთან დაკავშირებით, სადაც სხეულები ცოცხალია, სანამ გონება ცირკშია. ეს უბრალოდ ანდხვევა არ არის. ეს უფრო იყო საშუალება, რომ ეს სხეულები ცოცხალი დაეტოვებინათ. და როცა ამას ჯაკს უკავშირებ, ჩნდება რაღაცები, რაც ადრე უცნაურად გეჩვენებოდა, მაგრამ ეხლა აზრი აქვს. მაგალითად, მისი საუბრის მანერა. ან უფრო სწორად, მისი დუმილი. ის თითქმის არასდროს აღებს პირს. მისი პირი ყოველთვის დახურულია. თითქოს ეს მხოლოდ მისი დიზაინის ნაწილი კი არა, არამედ შეზღუდვაც იყოს. და აქედან თეორია ძალიან უცნაური ხდება. რადგან თუ მისი ნამდვილი სხეული დაზიანებულია, თუ მას სუნთქვისთვის რაიმე სახის მხარდაჭერა სჭირდება, მაშინ მისი ავატარი ამას შეიძლება ასახავდეს. არა პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ სიმბოლურად. როგორც რომ ცირკშიც კი არსებობდეს რაღაცები, რაც მას აღარ შეუძლია გააკეთოს, რაც ამ შემთხვევაში იქნებოდა პირის გაღება. ან რა სიტყვით იმ მუდმივ ხუმრობაზე, როცა მას კანს აძრობენ. შეიძლება იმ ძლიერ შეჯახებაში ჯაკს რაღაც სახის დამწრობა ან რამე დაემართა, რამაც მას კანის ნაწილი დააკარგვინა. ეხლა რაც მერვე ეპიზოდში ვნახეთ, ჩანს რომ ცირკი მათ არ აკავებს, არამედ აშკარად ისეა მოთხოვილი, რომ იქ შეინარჩუნოს, სანამ გარეთ რაღაც სხვა ხდება. ეს უბრალოდ შემთხვევითი ავარიები არ არის. უფრო სწორად, ვიღაც ან რაღაც ამ ყველაფერს აკონტროლებს. და ეს ჯაქსის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან ეხლა ის უკვე აღარ არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც იმალება, არამედ შეიძლება ის ვერც კი დაბრუნდეს, თუნდაც ეს უნდოდეს. ასე რომ თუ ყველაფერს ერთად შევკრებთ, თეორია ასეთია. ჯაქსმა ჩაიდინა რაღაც შეუქცევადი, პანიკაში ჩავარდა, გაიქცა, იპოვა გამოსავალი და დაუფიქრებლად ისარგებლა ამით. მაგრამ ეს გამოსავალი მას არ ათავისუფლებს, არამედ სხვა რამეში ამწყდებს, ისეთ ადგილას, რომელიც მუდმივად ახსენებს იმას, რაც ჩაიდინა, მაშინ როცა მისი სხეული რეალურ სამყაროში გაჭედილია და ხელოვნურად აპარატებზეა მიბმული. და რაც ყველაზე მძიმეა, ისაა, რომ თუნდაც ეხლა უნდოდეს ამის დაძლევა, ალბათ უკვე ძალიან გვიანია, რადგან ის აღარ ირჩევს დარჩენასა და გასვლას შორის, არამედ გაჭედილია ცირკსა და რეალური სამყაროს მოგონებებს შორის. ამიტომ ყველაფერი ცირკში მისთვის ასე პირადულია და ამიტომაც ცდილობს ყოველთვის თავის რეალობას გაექცეს, რომ დაივიწყოს ის, რაც გარეთ ხდება. და იმის მიხედვით, რაც მერვე ეპიზოდმა გაგვიმხილა, უკვე საკმაოდ ზუსტი წარმოდგენა გვაქვს, რა გააკეთა ჯაქსმა. თქვენ რას ფიქრობთ ამ თეორიაზე? გჯერათ, რომ ჯაქსმა მართვა პატარა ბავშვი გაიტანა? კომენტარებში თქვენს აზრებს წავიკითხავთ.